ანტენა მოწყობილობა, რომელიც დანიშნულია რადიოტალღების მიღება გადაცემისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, მიღების დროს ანტენა გარდაქმნის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტრულ დენად და პირიქით, გამოსხივებისას ელექტრულ დენს ელექტრომაგნიტურ ტალღებად. ანტენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უსადენო კავშირი ერთი ადგილიდან მეორეზე. დღევანდელ დროს ჩვენს გარშემო ყველგან უამრავი სხვადასხვა სახის მიმღებ-გადამცემი მოწყობილობაა. ერთ-ერთი მათგანი კი პარაბოლური ანტენაა. პარაბოლური ანტენა მსოფლიოში უდიდესი ანტენაა, რომელიც გამოიყენება თანამგზავრული კომუნიკაციისთვის, მდებარეობს ბავარიაში. ეს კი რადიოსარელეო ხაზებისთვის დანიშნული პარაბოლური ანტენებია. პარაბოლური ანტენები ასევე კარგად ჩანს რობოტიზირებულ კოსმოსურ ზონდ მარინერ 10-ზე. ახლა გადავიდეთ პარაბოლის ფოკუსის განხილვაზე და ვისაუბროთ მის მნიშვნელობაზე. პარაბოლას ფოკუსი არის პარაბოლას შიდა მოცულობის უძრავი წერტილი, რომელიც გამოიყენება გრაფიკის ფორმალურ განსაზღვრებაში. პარაბოლა იშიფრება, ანუ განიმარტება შემდეგნაირად. მოცემული წერტილისთვის, რომელსაც ეწოდება ფოკუსი და მოცემული ხაზი, რომელიც არ მდებარეობს ამ ფოკუსში, რომელსაც ეწოდება დირექტრისა. პარაბოლა გვევლინება გეომეტრიული წერტილების ადგილად, ისე რომ მანძილი ფოკუსამდე და მანძილი დირექტრისამდე თანაბარია. პარაბოლური სარკისტების მზის ყველა სხივი, რომელიც გამოდის ფოკუსიდან, აირეკლება პარაბოლიდან და ერთმანეთში პარალელურად გაივლიან. პარაბოლური ანტენა 27 გაშლადი ფურცლისგან შედგება. სურათზე თქვენ ხედავთ ანტენის ტესტირებას მიწაზე. კოსმოსური რადიოტელესკოპის საბაზო აპარატია ნავიგატორი, მართვის მოწყობილობით, რადიოკომპლექსით, ელექტრომომარაგებითა და ძრავებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსებმა ორბიტაზე რადიოტელესკოპი გაუშვეს. თანამგზავრი ლავოჩკინის სახელობის საწარმოში ააწყვეს, მისი სასტარტო მასა 3,85 კილოგრამია, გაშვება კი ბაიკონურის 45 მოედნიდან მოხდა. თანამგზავრის კვლევითი მოწყობილობის შემქმნელთა ჩანაფიქრით, ტელესკოპი რადიოასტრონი იმუშავებს ინტერფერომეტრის რეჟიმში მიწის ზედაპირზე არსებულ ტელესკოპებთან ერთად, რაც მის გარჩევადობის შესაძლებლობად საკმაოდ აამაღლებს. არეკვლის კანონის მიხედვით დაცემის კუთხე არეკვლის კუთხის ტოლია. არეკვლის კანონს მარტო სინათლე არ ემორჩილება, თანამგზავრული ტელევიზიის თებშები ჩაზნექილია და სატელიტურ ანტენებსა თუ განათების სისტემაში პარაბოლას გამოყენება სწორედ არეკვლის კანონს ეფუძნება. პარაბოლა ასევე ინტენსიურად გამოიყენება არქიტექტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.